რა გეგმები აქვს ბულვარის ახალ დირექტორს, როგორ აპირებს ახალი და ძველი ბულვარის განვითარებას. ეთერ მაჭუტაძე ამბობს, რომ პრობლემები მრავლად არის როგორც ძველ, ასევე ახალ ბულვარში. ზღვისპირა პარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა ახალმა ხელმძღვანელმა დღეს დილიდან დაიწყო. იგი ძველი ბულვარის კონსერვაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ეთერ მაჭუტაძე ბულვარის ხელმძღვანელად გუშინ დაინიშნა. მან პოსტზე ცისკარ გოგიტიძე შეცვალა. მაჭუტაძე 2012 წლიდან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბულვარის ახალი დირექტორის ამოქმედო გეგმებს დეტალურად მაცეს მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მე ახალ ბულვარში ვიყავით და იქ უამრავი პრობლემა და გადმოვედით ახლა ძველ ბულვარში და ანალოგიურად უამრავი პრობლემა ხდება ამ ძველ ბულვარში. სამწუხაროდ მე ასეთი არ მეგონა თუ ძველ ბულვარშიც დავხდებოდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონსერვაცია იქნება და სწორი დაგეგმარება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოება, მთავრობასთან, სულ ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს და ჯერ ერთი აქ რო გეგმაზე იქნება ლაპარაკი, არ არსებობს რომ რაიმე გაკეთდეს ძველ ბულვარში, თუ არ მოხდება კონსენსუსი მთლიანობაში შეჯერება და ამ შემდეგ რა თქმა უნდა მოხდება განხილვის შემდეგ მოხდება რა თქმა უნდა კეთილმოწყობა ყველა იმ მიმდინარეობის რაც იქნება დაგეგმარება. არც ერთი საქმე არ გაკეთდება თუ არ იქნება შეჯერებული ხალხთან.